Ცოტახანში გახდება ცნობილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საბჭოში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების გაგრძელებასთან დაკავშირებით. Უკვე ცნობილია მონიტორინგის კომიტეტის რეზოლუციის პროექტის შინაარსი, რომლის მიხედვითაც კომიტეტი საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით ქართული დელეგაციის უფლებამოსილება მიმდინარე წლის აპრილამდე კონკრეტული დათქმებით გაგრძელდეს. კერძოდ, რეზოლუციის პროექტის მიხედვით საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღმოფხრას საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ნაკლოვანებები და შექმნას საარჩევნო გარემო, რომელიც ხელშეუწყობს მომდევნო თვეებში გამოცხადებული ნამდვილად დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. ასევე 2025 წლის აპრილის სესიამდე უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი. წინა პირობებით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია ქართული მხარისთვის. საქართველოს დელეგაციამ მოამზადა შესწორებებით, სადაც განმარტებულია, რომ ახალი არჩევნების ჩატარების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. რეზოლუციის პროექტზე ამ წუთებში საპარლამენტო ასამბლეაზე დებატები მიმდინარეობს. სტრასბურგიდან ახლა ბოლო ინფორმაციას თამარ ციკლაური მოგვაწვის. თამარ. დიახ, ერთ საათზე მეტია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მსჯელობენ სწორედ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ქართული საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს. დებატები დაიწყო პირველ რიგში მონიტორინგის კომიტეტის მიერ გაკეთებული მოხსენების გაცნობით დელეგაციების წევრებისათვის და ამ მონიტორინგის კომიტეტის მოსაზრებაზე ისაუბრა ლატვიელმა დეპუტატმა, რომელმაც პრინციპში გაიმეორა ის, რაზეც არის საუბარი სწორედ აი ამ მოხსენებაში, რომელიც მოამზადა მონიტორინგის კომიტეტმა. შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ბევრი გამომცვლელი დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ქართული საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, მათ შორის მათ ისაუბრეს ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის მათ ისაუბრეს იმ დათქმებთან დაკავშირებითაც, რომელზეც არის სწორედ საუბარი დოკუმენტში, მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, თუმცა ასევე იყო ისეთი განცხადებებიც, რომელიც ეხებოდა დიალოგის აუცილებლობას და მათ შორის ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში საკუთარი მანდატების დაკავების საკითხსაც. საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება ეწინააღმდეგება მათ საარჩევნო დაპირებებს და ამის შემდგომი სასტიკი ძალის გამოყენება დემონსტრატების წინააღმდეგ, რაც წარმოადგენდა შეკრების თავისუფლების უფლების დარღვევას, ასევე ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების დევნა. ამ ყველაფრის შედეგად დადგა ღრმა სოციალური კრიზისი და პოლიტიკური ინსტიტუტების მიერ ნდობის და ლეგიტიმურობის სრული დაკარგვა. სოციალური კონტაქტი მოქალაქეებსა და მთავრობას შორის დაირღვა. ეს მკაფიოდ ჩანს იმ საპროტესტო აქციებით, რომელიც ყოველდღიურად იმართება თბილისში და სხვა ქალაქებში. ეს აქციები ძირითადად არის საზოგადოების მიერ მართული და სპონტანური. ამ კრიზისიდან გამოსავლის პოვნა შეუძლებელია სოციალური აქტორებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გარეშე. დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც ასეთ ღრმა სოციალურ კრიზისშია და სოციალური კონტაქტი მოქალაქეებსა და მთავრობას შორის დარღვეულია, ადეკვატური პასუხი არის დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩატარება. თუმცა ცხადია, რომ არჩევნების ისეთივე პირობებში ორგანიზება, როგორც ეს იყო 2024 წლის ოქტომბერში, ამ ასამბლეის საარჩევნო მონიტორინგის ანგარიში მოცემული სერიოზული ხარვეზების გადაჭრის გარეშე არ მიგვიყვანს დემოკრატიულ არჩევნებამდე და ვერ გადაჭრის სოციალურ კრიზისს. მე მოვუწოდე საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ წამოიწყონ ინკლუზიური პროცესი, ყველა დაინტერესებული მხარის სოციალური აქტორისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, რათა სასწრაფოდ გადაიჭრას აღნიშნული ხარვეზები და შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც იძლევა საშუალებას ჩატარდეს ზოგადად დემოკრატიული ახალი არჩევნები, რომელიც უნდა გამოცხადდეს მომდევნო თვეებში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს დელეგაციას კეთილსინდისიერად გააგრძელოს მუშაობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან და დაუყოვნებლივ შეასრულოს რეზოლუციაში ნახსენები ყველა გადაუჭრელი საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებს, კერძოდ ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. ამავდროულად მოვუწოდებთ საქართველოს ოპოზიციას, რაც შეიძლება სწრაფად დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში, პატივისცენ თავიანთ მანდატებს და წარმოადგინონ თავისი ამომრჩევლები. ეს უზრუნველყოფს მათ წარმომადგენლობას ამ ასამბლეაში, რაც საშუალებას მისცემს ყველა წევრს აქტიურად შეიტანოს წვლილი ასამბლეის მუშაობაში და ხელი შეუწყოს დიალოგს ოპოზიციასა და მმართველ უმრავლესობას შორის. გაერთიანებული ევროპული მემარცხენეები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და საპარლამენტო კოალიციაში მყოფ ოპოზიციას იპოვონ არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი. ჩვენ გთავაზობთ ეს საკითხი განვაახლოთ აპრილის სესიაზე და მანამდე მხარს ვუჭერთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას.
საკუთარი პოზიციები და არგუმენტები საპარლამენტო ასამბლეას უკვე გააცნეს ქართული საპარლამენტო დელეგაციის წევრებმაც. საკუთარი სიტყვით ისარგებლა როგორც გივი მიქანაძემ, ისე თია წულუკიანმა და ორივე დელეგაციის ორივე წევრმა ასამბლეის წევრებს განუმარტეს ის თუ რატომ ფიქრობს ქართული საპარლამენტო დელეგაცია, რომ არასწორია მსგავსი ტიპის შინაარსის, მსგავსი ტიპის დათქმებით უფლებამოსილების გაგრძელებაზე საუბარი, ან უფლებამოსილების შეჩერებაზე საუბარი, როგორც ქართული საპარლამენტო დელეგაცია ამბობს, ერთის მხრივ ახალი არჩევნების საფუძველი, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს ქვეყანაში, გამომდინარე იმ შედეგიდან, რომელიც 26 ოქტომბერს დაიდო და ისე იმ პროცესებიდან, თუ როგორ ჩატარდა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები და მეორეს მხრივ ასევე ამბობენ და უთხრეს დელეგაციის წევრებმა, ასამბლეის წევრებს, რომ საუბარი ახალ არჩევნებზე ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და საფრთხე ქართული სუვერენიტეტისათვის. მონიტორინგის კომიტეტმა მოისმინა ჩვენ დელეგაციასთან დაკავშირებული საკითხი და განიხილა ორი ვარიანტი. არ ეცნო ჩვენი უფლებამოსილება და ბ ეცნო ჩვენი უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით. საბოლოოდ მონიტორინგის კომიტეტმა უარყო ვარიანტი, რომელიც ჩვენი მოსახლეობის არცნობას ითვალისწინებდა, რისთვისაც მსურს მადლობა ვუთხრა მას. თუმცა დათქმების გარკვეული ნაწილი, რომელიც უფლებამოსილების ცნობას ახლავსთან, ჩვენთვის პრობლემატურია, განსაკუთრებით კი დათქმა, რომელიც მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების გამოცხადებას ითვალისწინებს. ამ დღეების განმავლობაში მე და ჩემი დელეგაციის წევრები არაერთ თქვენთაგანს შეგხვდით და ძალიან კარგად მოგეხსენებათ თუ რატომ თვლით ასე. შესაბამისად მოგიწოდებთ არ დაუჭიროთ მხარი მოცემულ არაორდინალურ დათქმებს, არ დაუჭიროთ მხარი რეზოლუციის პროექტს და მხარი დაუჭიროთ ჩვენი უფლებამოსილების ცნობას მხოლოდ იმ დათქმით, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ ნორმალურ ვითარებაში მუშაობა და უკვე არსებული კარგი თანამშრომლობა საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტთან და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან საქართველოში მისი უახლესი ვიზიტის შესაბამისად. ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმათთვის, ვისაც ეს შეიძლება ეხებოდეს ამ ასამბლეაში, რომ ქართული ოცნების მთავრობა და მისი 1 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მშვიდობას იცავს და არავის მისცემს უფლებას ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს, ქვეყანაში, რომელიც დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ. კიდევ გავიმეორებ, რომ ქართული ოცნების მთავრობა, რომელმაც 4 სხვადასხვა სახელმწიფოთა შორისო დავა აწარმოა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრორუსულად შერაცხული. ქართული ოცნების მთავრობის შესახებ, რომელიც ამაყობს იმით, რომ ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო პენიტენციური სისტემა აქვს, ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკა აქვს ადამიანის უფლებათა სასამართლოში, შესანიშნავი თანამშრომლობა აქვს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან და არაერთ სხვა სექტორში საუკეთესო პარტნიორია. ვერავინ იტყვის, რომ დემოკრატიული რეგრესი აქვს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ზოგიერთს არ მოგწონთ ქართველი ხალხის თავისუფალი გადაწყვეტილება ქართველი ოცნების ხელახლა არჩევის შესახებ. დღეს ამ დარბაზში ჩვენ ვდგავართ ვითარების წინაშე, რომელიც არ შეესაბამება იმ ღირებულებებს, რომლებიც არსებითია ევროპის საბჭოსა და განსაკუთრებით პასესთვის. საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვა და ახალი არჩევნების მოთხოვნა არის პირდაპირ ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში და საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვის. ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩემი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნებას. ფაქტები არჩევნების შესახებ თავის სათქმელს ამბობს. ეუთოდილის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშმა დადებითად შეაფასა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ კარგად ორგანიზებული და ადმინისტრირებული არჩევნები. სხვაობა გამარჯვებულ ქართულ ოცნებასა და მეორე ადგილზე გასულ ოპოზიციურ პარტიას შორის არის 53%. ოპოზიციას ყავდა 25,000 წევრი საუბნო კომისიებში. მათგან უმრავლესობამ ხელი მოაწერა არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს. მხოლოდ 9-მ გამოთქვა განსხვავებული აზრი შემაჯამებელი ოქმების შესახებ. წინა არჩევნებთან შედარებით ორჯერ ნაკლები საჩივარი იქნა შეტანილი. ამორჩეველთა 90%-ზე მეტმა გამოიყენა ელექტრონული ხელსაწყო ხმის მისაცემად. ეს აპარატები აუდიტირებული იყო საერთაშორისო კომპანიის მიერ და დასკვნაში ხაზგასმული იყო, რომ ისინი მუშაობდნენ გამართულად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ეს დასკვნა გამყარებული იყო გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებით. სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმრავლესობა ვერ წარმოადგენდა რაიმე მტკიცებულებას საარჩევნო თაღლითობის გამოძიებისთვის. მათი არგუმენტები ეფუძნებოდა მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუდასტურებელ ინფორმაციას. ისინი აპელირებდნენ მედიაში გაშუქებულ ფაქტებზე, ხოლო ცალკეულმა მოწმეებმა გამოძიებას უთხრეს, რომ მათ მიერ საარჩევნო თაღლითობის კონკრეტული ფაქტების შესახებ გაკეთებული განცხადებები ემსახურებოდა პრევენციულ ზომებს და არ შეიცავდა რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას. ოპოზიცია ზედიზედ მეცხრედ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. ისინი არ შედიან პარლამენტში, თუმცა 4-დან 3-მა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო სახელმწიფო დაფინანსება ოქტომბრის არჩევნების შედეგების საფუძველზე, რაც შეადგენს 100,000 ევროს თვეში.
ასეთია ის არგუმენტები, პოზიციები, რომელიც ქართულმა საპარლამენტო დელეგაციამ გააცნო ასამბლეის წევრებს, ასევე უკვე განიხილეს სხდომაზე ის ცვლილებებიც, რომელიც თავის მხრივ დაინიცირებული ჰქონდა ქართულ საპარლამენტო დელეგაციას და პრინციპში უკვე უახლოეს წუთებში ჩვენ გვეცოდინება თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს საპარლამენტო ასამბლეა. მადლობა, ეს თამარ ციკლაური იყო.